ტომაჰავკების მთავარი დანიშნულება არის სტრატეგიულ სიღრმეებში, სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმა, ეს არის თოსანი რაკეტა, რომელიც სხვადასხვა მოდიფიკაციების არის, მაგრამ ყველაზე გრძელი მიფრინავს დაახლოებით 2500 კილომეტრზე და მისი დაფარვის არეალში ექცევა რუსეთის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი საწარმო, სამხედროც და არასამხედროც, მაგალითად ახლა ბოლოს რაც გახსნეს შაჰედების დიდი საწარმო იალაბუგაში, ამ საწარმოს საძირკვლამდე დაანგრევა შეუძლია რამდენიმე ტომაჰავკს. ამის საშუალება უკრაინას არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის ახერხებს დაუშვათ დრონებით მიწვდეს ამ სიშორეზე სხვადასხვა საწარმოებს, უბრალოდ მას არ აქვს იმხელა საბრძოლო მუხტი, რომ ამ ქარხნის ისე დაანგრევა გამოიწვიოს, რომ მისი აღდგენა გაგრძელდეს მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში. ამიტომაც ტომაჰავკების ტიპის რაკეტების გადაცემა არის, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და უკრაინას მისცემდა უპირატესობას. ეს შეიძლება არ აისახოს მომენტალურად ფრონტის ხაზზე, მაგრამ ლოჯისტიკის მოშლა არის ომში ყველაზე მთავარი. ომს იგებს ზოგადად ლოჯისტიკა